მოლის მხარეს შემაღლებულ ფერდობზე ვიდექით. არა თუ გზას არ უკეტავდით, ტროტუარზეც არ მდგარვართ. ამ დროს სავალ ნაწილზე უკვე მთლიანად ხარებას ხალხი იყო ჩამდგარი. გვემუქრებოდნენ შემაღლებული ტერიტორიიდანაც გავქცეულიყავით, მაგრამ მახსოვს ახალგაზრდა გოგოსკენ დაიძრა რამდენიმე ნიღბიანი და მაგ დროს გავშეშდი, ვერ გავიქეცი. ისეთი მუქარები გავიგე ამ გოგოს მისამართით ამ ფიქრებში, როგორ დავხმარებოდი, რამდენიმე ნიღბიანი მწვდა და გზაზე დამაგდეს. მიკროავტობუსამდე ყველა მხრიდან ცემატყეპის კორდონი გამატარეს, რასაც რამდენიმე მეტრიდან ხარებაც ადევნებდა თვალს და საბოლოოდ იმ მიკროავტობუსში შემაგდეს, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. ასე აღწერა ბადრი გრიგალაშვილმა თბილისი-მოლთან მისი დაკავება. კიდევ უფრო მძაფრია სურათი, როცა ამ სამარშრუტო ტაქსში კარები იხურება და მოფარებულში წამება და ფიზიკური ძალადობა იწყება. ბადრი, ახლა ჩვენი სტუმარია, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ეს არის ის სამარშრუტო ტაქსი, რომლის კადრსაც ახლა ხედავდა ჩვენი მაყურებელი. ამ ტაქსში იჯდა ასევე 16 წლის ბიჭი, რომელიც ჩვენ ჩავრთეთ 2 დღის წინ და ის მოგვიყვა არასრულწლოვანი, მაგრამ თქვენ აღწერთ პროცესს, რას გადის ადამიანი, როცა ხარებას ხელში ხვდება, ხარებას ასე ვთქვათ, დაგეშილი რაზმის ხელში ხვდება. მითხარით კიდევ ერთხელ რომ გაიხსენოთ ის მომენტი, ანუ თქვენ გაშეშდით ადგილზე, გოგოს დახმარებას ცდილობდით. რა ხდება ამის შემდგომ? ხო, პირველ რიგში მოგესალმებით, მესალმები მაყურებელს. ხო, ძალიან შემზარავი პროცესი იყო, ის შემსწრეც მე გავხდი კონკრეტულ მომენტში. ეს იყო შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა გოგონას მისამართით ისმოდა ისეთი შემზარავი გინება და მუქარა ძალადობის, რომ შეუძლებელი იყო ამ ყველაფრისთვის თვალი აგერიდებინა და სწორედ ამ მომენტში, როცა ფიქრობდი რა შეიძლება გამეკეთებინა, რომ შემეკავებინა ეს, რომ თქვა ამ გოგონაზე მართლა იმ მუქარის განხორციელების პროცესიდან დავინახე, რომ დაიძრნენ მისი მიმართულებით. აი ზუსტად ამ წუთას, როცა მე გავშეშდი და მართლა როგორც მიწერია და ამას ვფიქრობდი, ამ დროს მწვდა რამდენიმე ნიღბიანი ჩამაგდეს გზის სავალ ნაწილზე, იქვე იდგა ეს მიკროავტობუსი, რომელიც აი კადრებში იყო და მიკროავტობუსამდე, ესე რომ ვთქვათ, გამატარეს ეს ცემატყების კორიდორი, როგორც ხდება ხოლმე. რამხელა მანძილია ეს? ეს არის ალბათ დაახლოებით 15 მეტრის განმავლობაში. და სულ გირდყამენ ამ კორდონში. ყველა მხრიდან ფიზიკურად იმის საშუალებაც არ ქონდა, რომ თავის ზემოთ ამეწია და დამენახა რამდენი ადამიანი იყო, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში მესმოდა უამრავი ისეთი გინება და ისეთი შეურაცხყოფა, რომ ამის მოყოლაც კი, რაცა და ფიზიკური ძალადობა ეს ყველაფერი და ცხადია კი ფიზიკური ძალადობა, ვერცავდე კი ფიზიკურად მიწიდან და მხოლოდ მაშინ თვითონ ამაყენეს, როცა უშუალოდ მიკროავტობუსამდე მივედი და შემდგომ როცა მიშევედით უკვე მიკროავტობუსში, მე როცა შევედი ეს 16 წლის ბიჭი შიგნით დამხვდა უკვე და ჩემი შეშლისთანავე მომაყოლეს კიდე უკვე 2 დემონსტრანტი, რომლებიც შემდგომ გავიცან იზოლატორში და გავიგე, რომ ისინი ჩემთან ერთად დგარან თურმე ამ შემაღლებულ ფერდობზე, როდესაც შეგვიყვანეს უკვე მიკროავტობუსში, ამ დროს კარები იკეტება, ანუ ამოდის 4 ნიღბიანი, რომლებიც დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში აგრძელებენ ისევ ფიზიკურ ანგარიშწორებას, სიტყვიერ შეურაცხყოფის თანხლებით, ეს ერთმანეთთან არის ცალ-ცალკე ამას არ აკეთებენ როგორც წესი. ეს არის ჩამქრალი შუქი უკვე მიკროავტობუსში, სადაც შეუძლებელი იყო რამის გარჩევა. ამის შემდეგ უკვე როდესაც წყდება ესე აქტიური ძალადობა, გვართვევენ კუთვნილ მობილურ ტელეფონებს ძალადობის მუქარით, რომელი ნივთების დღემდე არ დაგვბრუნებია და ამაზე საპატრულო პოლიციის პასუხი იყო, რომ იქნებ საერთოდ არც ქონიათო, საიდან ვიცითო ეს ამბავიო, უცნაურია ხო, 4 დემონსტრანტი როცა მეგვიყვანეს საპატრულო პოლიციასთან და არც ერთ ტელეფონი თან არ ქონდა, უცნაურია მგონი, რომ 4-ვე ერთად ესე როგორ აღმოჩნდით ტელეფონო ხალხი აქციაზე. ხო და ამის შემდეგ უკვე გვადებენ ეგრეთ წოდებულ ხამუთებს ხელებზე, დანარჩენ ბიჭებს შეაწყდათ, ანუ ვერ მოახერხეს ამის გაკეთება, ჩემ შემთხვევაში იმდენად ჭიდროთ რომ მიჭირეს, რომ სანამ საპატრულო ეკიპას გადამცემდნენ, ფაქტობრივად ვეღარ ვგრძნობდი ხელის მტევნებს და ეს პროცესი იყო ჩემთვის ყველაზე მტკინეული და ყველაზე მძიმე, რაც უტოლდება ჩვეულებრივად წამებას და არ ანუ მთელი გზის განმავლობაში ვიდრე მიგიყვანეს პოლიციის განყოფილება. კი, ამის შემდეგ როცა ხელზე დაგვადეს ეს ხამუთები, ამოდის ერთი ნიღბიანი კიდევ, ანუ მეხუთე და ეუბნება მიმართავს დანარჩენ ნიღბიანებს, რომ საკმარისია, ბევრი კამერა იღებს და დრო არის რომ უკვე ჩავიდნენ და დაგვანებონ თავი და შემდგომ ამ 4 ნიღბიანმა მოგმართა, რომ ძალიან გავგიმართლა იმ კონკრეტულ მომენტში, რომ არ გაგრძელებთ
აგრძელა ჩვენ მიმართ ძალადობა. მოწოდინებული იყვნენ უფრო მეტად დაესაჯეთ ასე. კი, თითქოს მადლობა უნდა გვეთქვა მოკლედ ამ ეს რა ვთქვათ შეწყალებისთვის, რომ არ გააგრძელოს ჩვენ მიმართ ფიზიკური ანგარიშწორება. და ხო ამის შემდეგ უკვე გადაგვცეს საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლებს დაახლოებით თავისუფალი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ სწორად მახსოვს დროისა და სივრცის შეგრძნება ეხა ისე მკაფიოდ არ მქონდა, მაგრამ დაახლოებით ხვდებოდი სად გადაგვცეს ეს რა ვთქვათ საპატრულო პოლიციასთან და როგორც ეს საპატრულო პოლიცია შედარებით კეთილგანწყობილი არის ხოლმე, მათ შემხსნეს დანის საშუალებით ეს ხელზე მოჭერილი ხამუთები და ამის შემდეგ უკვე გადაგვიყვანეს კახეთის გზატკეცილზე შუშებიან შენობაში და იქ დავინახე უკვე სხვა დაკავებულებიც, რომლებიც ჩვენ მარტო 4 თურმე არ ყოფილვართ და ჩვენი ფიზიკური დაზიანებები გაცილებით მცირე იყო იმ მასშტაბთან შედარებით, რაც მე იმ დაკავებულების სახეებზე დავინახე. მათ ესაჭიროებოდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მეც მესაჭიროებოდა იმ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ იმდენად გადაუდებელი იყო სხვებისთვის, რომ ჩემი თავისთვის ჩემ თავზე აღარ ვიფიქრე ამ მომენტში და მალევე ესე რომ ვთქვათ გადაგვიყვანეს უკვე ეგრეთ წოდებული ზახესის იზოლატორში. დიახ. აი რასაც თქვენ ახლა აღწერთ, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა და ზოგს მეტი ხდება, ზოგს ნაკლები, მართლაც აი თქვენ ამბობთ, რომ ერთი ამოვიდა და თქვა, რომ აქ კამერებია, სადაც კამერის შესაძლებლობა იქ რაღაცას მაინც ერიდებიან, რაღაცას, თუმცა ეს ჩვენ არაერთი კადრი გვაქვს გადაღებული ბრუტალური ანგარიშწორების ფიზიკური და პირდაპირ ეთერში იყო მაგა ჩიხლაძეზე თავდასხმა და ასევე ჩვენს კოლეგაზე გუკა როგავაზე თავდასხმა. აი ზუსტად ამას ცდილობენ ახლა ისინი გამორთონ ბოლო საშუალებები, რომელიც მათ ხელს უშლის სრულ სიბნელეში დატოვონ საზოგადოება. აი აქ მინდა ვიკითხო, ამის შემდგომ სისტემა როგორ მოგეპყროთ თქვენ, როგორ გათავისუფლდით? ამის შემდგომ იდეაში ძალიან გამიმართლა რომ საერთოდ გავთავისუფლდი, იმიტომ რომ 31 ადამიანი დაკავდა იმ დღეს და იქიდან 8 ადამიანს სისხლის სამართლის წესით გადაუკვალიფიცირეს ბრალდება და ჩემ შემთხვევაშიც, როდესაც პოლიციელები, რომლებიც ოქს ადგენდნენ უკვე კახეთის გზატკეცილზე, მათ მოუვიდათ ჩატებში შეტყობინება, სადაც აღწერილი იყო მოტივი, რაც უნდა ჩაეწერათ ოქმებში კონკრეტულად და ჩემ შემთხვევაშიც მითითებულია იქ, რომ თითქოს ვიგინებოდი, ვილანძღებოდი წინააღმდეგობას უწევდი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ამასთან იქ არის მითითება, რომ კეტავდი გზის სავალ ნაწილს. ჩემი აზრით, სწორედ იგივე შაბლონი იყო სხვა დაკავებულებთან მიმართებითაც და იმ 8 ადამიანს, რომელსაც ასევე მინდა ხა სოლიდარობა გამოუცხადო, აი გზის სავალი ნაწილის დაკეტვა, რომელიც იყო ასევე ოქში მითითებული, აი ამ საფუძვლით მოხდა გადაკვალიფიცირება და ჩემზეც წერია ეს იმ ოქებში, ანუ ჩემზეც საქმე. დღეს ადვოკატები ამბობდნენ, რომ შესაძლოა გაიზარდოს სიაო, ასე რომ ივანიშვილის რეჟიმი წავა იქამდე, სადაც არ ვიცი, გონება არ დაუშლის, იმიტომ რომ აქ უკვე კანონზე აღარ არის საუბარი, ჯერთი აბსურდია, ცხოვრობდე სახელმწიფოში, სადაც თვითმარქვია რეჟიმი, გეუბნება, რომ ხვალიდან აი ეს არის კანონი, ის რომ შენ წყალს ვეღარ დალევ, აი ამ ჭიქიდან ეს კანონია, მე ჩავწერე ეს კანონში და მორჩა, ეხა დაგიჭერ თუ დალევ. ზუსტად ასე ერთი დღით ადრე შეიტანეს მათ კანონში ცვლილება და ამ ცვლილების შემდგომ აქციის დღეს დაიჭირეს 8 ადამიანი, ჯერ ადმინისტრაციული და გადაუკვალიფიცირეს შემდგომ ბრალი. აი აქ თქვენ პოლიტიკურ გაერთიანებასაც წარმოადგენთ, ამიტომ მინდა ვიკითხო, რა ხდება ქვეყანაში, სადაც აღარ აქვს აზრი, რა წერია კანონში, იმიტომ რომ ეს კანონები მიღებულია არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ და იქ წერია ყველაფერი, რაც ბატონს უნდა. მერე სასამართლო, რომელიც ასევე ბატონის არის, გამოიტანს იმ განაჩენს, რომელიც კვლავ ბატონს უნდა, პროკურატურა მოითხოვს იგივეს, რაც ბატონს უნდა. რა არის ამ წინააღმდეგობის გასაღები, თქვენი აზრით, მიზნის მიღწევის გასაღები და რამდენად დაშინდა საზოგადოება ამ პროცესში? ხო, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ ზოგადად ეს რეპრესიები რამდენადაც სიგნალი არის ხოლმე იმის, რომ ხელისუფლება შის განიცდის გარკვეულწილად ამის გამოხატულება არის, რომ ისინი ცდილობენ ყველანაირი მეთოდით, მათ შორის კანონიერი თუ არაკანონიერი, ყველანაირი ზღვის გადაკვეთით ჩაახშონ ეს პროტესტი. მეორე მხრივ, ჩვენ პროტესტანტებს და საპროტესტო მოძრაობას ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, იმიტომ რომ ეს ესე მარტივად არ ხდება ხოლმე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩვენ შეიძლება ბელარუსი არ ვართ და რუსეთი არ ვართ, რომ მარტივად, ესე ვთქვათ, საზოგადოება გადავტეხავთ ამ ყველაფერს, არა, ამ ყველაფერს ჭირდება ბრძოლა, იმიტომ
რომ ხო რაღაც ეტაპზე არის შანსი იმის რომ მართლა შიშმა ბრაზი გადაწონოს ხო ეხლა მართლა ეს დაპირისპირება არის საზოგადოების მხრიდან ეს აღშფოთება და ბრაზი ამხელა უსამართლობაზე და უსამართლობა რას გულისხმობს სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივად საბჭოთა სისტემა რეპრესიული სისტემა რომელიც არის აგებული ერთ ვერტიკალზე რომელიც არის დამოკიდებული სასამართლო ხელისუფლების მოშლაზე პოლიციის როგორც ინსტიტუციის ჩამოშლაზე პროკურატურაზე ანუ არც ერთი ეს ინსტიტუცია რომელიც ეს ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს ან სასამართლო შემთხვევაში იყოს დამაბალანსებელი ეს როცა სახელმწიფო და მოკალაქეს შორის ურთიერთობის ეს ყველაფერი გვაქვს გამოცვლილი ამიტომ ერთადერთი შესაძლებლობა ამ ყველაფრის წინააღმდეგობის გაწევის არის ის რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად კონსოლიდირებული საზოგადოება და ყველამ თითოეულ მოქალაქემ გავითავისოთ ჩვენი პასუხისმგებლობა ამ პროცესში ეხლა რამდენიც არ უნდა გავამხნევოთ ეხლა კი ცხადია რომ მნიშვნელოვანი ერთმანეთის გამხნევება და აუცილებელია ვისაუბროთ იმაზე რომ სისტემასთან მიმართებით ჩვენ საკმაოდ ძლიერად გამოვიყურებით ამ პროცესში ხო 70 დღეა მართლა პროტესტი გრძელდება და ეს აგიჟებთ ხო ამათ რომ ვერ აკრობენ ამ პროტესტს თუმცა ჩვენ თუ რაღაც მომენტში მეუდუნდებით ან ჩვენ მაქსიმუმს თუ არ გავაკეთებთ ეს სავსებით შესაძლებელია და ესე რომ ვთქვათ ეს ოპტიმიზმის ილუზია არ უნდა დაგვებადოს რომ ყველაფერი კარგად იქნება და ზღაპრისპოლო კეთილია და ამ პასუხისმგებლობით უნდა შევხედოთ იმიტომ რომ მართლა ეხა ის 20 წლის ბიჭი იჯდა ჩემ გვერდით სამარშრუტო ტაქსში ნიკოლოზ კუტუბიძე თუ არ ვცდები ეს სახელი და გვარი რომელიც სრულიად უმიზეზოდ დააკავეს და ეხა ამ წუთას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ანუ ტრაგედიები უკვე დამდგარია ამ ქვეყანაში და ესე არ არის რომ თითქოს ყველაფერი კარგად იქნება არა უკვე ცუდი რაღაცები მოხდა გიორგი ახობაძის შემთხვევა მოხდა ორსული დედის მუცლის მოშლა მოხდა და უამრავი ტრაგედია მოხდა რომელსაც ეხლა ყოველდღიურად უყურებთ და მე მგონია რომ ყველა უნდა გავითავისოთ რომ ეს არ არის კინო და თამაში არ არის და ვისაც რა პასუხისმგებლობა მოდის დაწყებული მოქალაქიდან გაგრძელებული არც იქნება ეს კონკრეტულად არავის არ ვასახელებ არც მედიის ნაწილს არც ოპოზიციური სპექტრის ნაწილს მაგრამ იქნება ეს მედია თუ ოპოზიციური სპექტრი ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა გავითავისოთ ამ პროცესში რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალოთ ამ რეპრესიული მანქანიზმის მუშაობას და საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში შევძლოთ ის რაც ვერ შევძელით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რომ სისტემა ვერ დავშალეთ კი ბატონო, მე გეთანხმებით იმაში, რომ ჯერ წინ პროცესი არის, თუმცა ეს იქნება რთული პროცესი და დარწმუნებული ვარ, ამ ხალხის გამარჯვებით დასრულდება. მადლობა ბადრი გრიგალაშვილს. დმანიში უნდა გადავინათ